მამისა და ძისა და სულის სიაწმინდისა და შეგვეძიოს მეფე ვახტანგ გორგასალი ანდრია მოციქული შეგვეძიოს ვახტანგ გორგასალი ამბობდა მეფე რომ ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსო ესე იგი იმას მატერიალური კეთილდღეობა ჰქონდა მეფე იყო მაგრამ იმდენად უყვარდა ღმერთი რომ ეძიებდა ქრისტესთვის სიკვდილს ეს რას ნიშნავს რომ თუ მორწმუნე ხარ რაზე უნდა იყო მადლიერი რომ ყოველი წამი ღმერთის ხელში ასევე რაზე უნდა იყო მადლიერი რომ ღმერთმა საშინელი ჩვაცმა წამებასად გავიღო 60 კარები ესე იგი როცა გულში ღმერთია ვახტანგ გორგასალი იქნება თუ ანდრია მოციქული იქნება თუ ჩვენი წინაპრები იქნება 100,000 ეწამერა დღეს მათი არის მადლიერების ნობა ისინი უარყოფენ ყველაფერს რაც ხილულია რაც მატერიალურია ღმერთის სიყვარულისა გამო მაგრამ შეიძლება ვამბობ რომ ეს მატერიალურის მოსცეს საქართველოს იმდენი რომ არ იყოს დედა იქა შვილი აქა ცოლი იქა ქმარი აქა ღმერთმა მოსცეს რომ ქართველს კონდეს იმდენი რომ სტუმარი მიიღოს რომ ოჯახი არჩინოს რომ ისეთი განათლება იყოს საქართველოში რომ არ გარბოდეს ქართველი მოსწავლე და სტუდენტი სხვაგან რომ მიიღოს განათლება მეფე ვახტანგ გორგასალ ანდრია მოციქულის ლოცვით და როცა გულში ღმერთია მაშინ ადამიანს აქვს მადლიერების ნობა როცა გულში ღმერთი არა მაშინ უყვარს მარტო თანამოაზრეები თანამემამულეები და ასეთები თუ არ ჩვენსა და როცა ეს ხდება მე მასმედია რას აკეთებს თესავს სიძულვის მოწინააღმდეგე აზრისადმი და ეს მოწინააღმდეგე აზრი ყოველთვის ხდება დემოკრატიის პირობებში და უნდა იყოს კიდეც მაგრამ როცა მოწმე ხარ და მაზიარებელი ხარ და სიძულვით ხარ შეყვებილი დილას საღამოს ილოცე ეფრემ ასურის ლოცვა იქ რა წერია ღმერთმა მოიჭრა სული სიწმინდისა სიმდაბლისა სიყვარულისა თავარი არის სიყვარული მაგრამ თქმა მარტო ღმერთო მომეს სიყვარული არა საკმარისი უნდა მოემზადო ყველა დღესასწაული ეს ანდრიაო იქნება თუ შობა იქნება თუ იმიტომ არის რომ უნდა ემზადებოდი აღსარება ზიარებისთვის იმიტომ რაც კი წერია შენა არა მარტო მოყარეები გიყვარდესო არა მწერის გიყვარდესო შეუძლებელია ადამიანური ძალებით ეს ხდება ღვთის მადლი და ეს მადლი კიდე მოიპოვება აღსარება ზიარების საიდუმლოთი მერთვა დაგოცოთ ჩვენთან არის ღმერთი